გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა რამდენიმე თემას შევეხო, ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას, შემდეგ უკვე გადავალთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. პირველი მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არაერთი ასეთი პროექტი განმახორციელეთ მთლიანად უბნების განახლება, როგორც იყო ორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილი და რა თქმა უნდა, შემდეგი ეს არის სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, განახლება, სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოტურად განთავსებული და ამორტიზირებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნული გულისხმობს ამ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ განახლება მოწესრიგებას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მილიონამდე ლარი. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია განხორციელდება, მათგან 8 შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45,000 კვადრატულ მეტრს. ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი 479-ს. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი წავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე გადახურვის შეცვლას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ორივე ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთაგან ძირითადი ნაწილი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, არის უმძიმეს მდგომარეობაში. შესაბამისად, მისი მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანობაში დაახლოებით 115 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ სამუშაოებისთვის და კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრის სივრცე შეიქმნება ძველ თბილისში. სამუშაოებს ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ, გამოვაცხადებთ უკვე ინტერესთა გამოხატვას, თუ ვინ რომელი კომპანია შეირჩება, ამასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია თბილისის მერის სოციალური პროექტის შესახებ, საზაფხულო ბაღები. წელს პროექტის მასშტაბი იზრდება და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით ივლისში დედაქალაქში 50-ის ნაცვლად 55 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20,000-მდე აღსაზრდელს მოიმსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს დილის 10 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. შესაბამისად, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, დარეგისტრირდეთ. პროექტის სარგებლობას შეიძლება თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებს ბაღს და სკოლაში მიდის. გასული წლის გამოცდილება მაჩვენა, რომ საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნაზე დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებული თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ვერ ახერხებს გასვლას, რჩება დედაქალაქში და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ რაოდენობა და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვინც დედაქალაქში რჩება. ამასთან ერთად პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვისაც, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 ბაღში 3,300-მდე თანამშრომელი იმუშავებს. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა
ყველა უბანის მაცხოვრებლებისათვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი აღნიშნული მომსახურება. პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარით იქნება დაფინანსებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, ზოგადად ძალიან დიდია მოთხოვნა და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა იქნება ხელშეწყობა და თანადგომა. 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. დედაქალაქის მერიამ აღნიშნული დაავადების მქონე პირთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევის დაფინანსების პროგრამის განხორციელება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. კერძოდ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტების, ასევე თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონამდე ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, როდესაც ჩვენ ხვდებოდით დედაქალაქის მოსახლეობას, რა თქმა უნდა, მაშინ გავაჟღერეთ აღნიშნული დაპირება. თავდაპირველად მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო აღნიშნული პროგრამა, ხოლო ეტაპობრივად გაფართოვდა და მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად მედიკამენტები პროგრამის ყველა მოსარგებლეს დაუფინანსდება 100%. არც ერთი ლარის გადახდა არ მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ამ მედიკამენტებისა და კვლევების საჭიროება, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს მუნიციპალიტეტი. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 351 მოსარგებლეს მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, რა თქმა უნდა, ეხმარება მერია. ჩვენ 2000-მდე საგარანტიო წერილი გავეცით და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანამ ჩვენი თანადგომა არის საჭირო, მანამდე ყველა ოჯახს, ყველა ადამიანს გვერდით დაუდგებით სხვადასხვა პროგრამების სახით, სხვადასხვა გადაწყვეტილებების სახით, თუმცა თავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ისე განვითარდეს, ისე წავიდეთ წინ, რომ ასეთი პროგრამების განხორციელება არ მოგვიწევს. თუმცა მანამდე ყველა ადამიანს, ყველა ოჯახს ექნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა. ახლოვდება 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც გამორჩეული სიყვარულით აღნიშნავთ ტრადიციულად, უამრავი პატარა ელოდება ამ დღეს. ამ დღეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვექნება არაერთი აქტივობა. ცენტრალური ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, სადაც განსაკუთრებული პროგრამა ელოდება ჩვენს პატარებს. გარდა საბავშვო კონცერტისა 15 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე, გვექნება სპორტული აქტივობები, ტექის, კალიგრაფიისა და გამოყენებით ხელოვნების ვორქშოპები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ-თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები. ღონისძიება დაიწყება როგორც გითხარით 15 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია, არანაირი გადასახადი არ არის საჭირო და გეპატიჟებით ყველას შეგიძლიათ მომბრძანდეთ თქვენი შვილებით, წამოიყვანოთ შვილიშვილები და საკმაოდ საინტერესო სანახაობები იქნება. 1 ივნისს, როგორც გითხარით, აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით დღის 3 საათზე იწყება შესაბამისი წარმოდგენები პატარებისთვის, ხოლო საღამოს უკვე გაიმართება კონცერტი, ასე რომ 1 ივნისს გელოდებით. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე. მადლობა.